სალომე ზურაბიშვილი ახალ არჩევნებს ითხოვს. თარიღი კი მისი თქმით 29 დეკემბრამდე უნდა დასახელდეს. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მცდელობები მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია. მოვიდეს სასახლეში, მოვიდეს ივანიშვილი, რადგანაც ის მართავს ყველაფერს და მე მზათა ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე. ვერანაირი ლეგიტიმაცია მის მოთხოვნას ვერ ექნება, არანაირი საფუძველი ამისთვის რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს არანაირი კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მის მოქმედებას, მას არ ჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი და რიგი და ის ასე ვთქვათ სრულიად კონტროლოთ მოქმედებს და საერთოდ არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას. ხალხი ვერ შეკრიბეს, მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს. 29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღით შევაპაროთ. 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი. იცით თურმე რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს.